ლებო თქვენ უსმენთ რადიო სივრცეს FM 98-სა და 5-ზე, ასევე უყურებთ ჩვენს Facebook გვერდზე. დღეს არის 27 თებერვალი, ხუთშაბათი და გადაცემა სივრცეში ეკავებ ხვაწესთან ერთად. დღეს გადაცემაში გვეყოლება ორი სტუმარი, სტიქის შესახებ, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ. გარემოს დამცველ ორგანიზაცია საქართველოს მწვანეები დედამიწის მეგობრების თავმჯდომარე ნინო ჩხობაძესთან ერთად და გადაცემის მეორე ნაწილში მალევე ჩვენი სტუმარი იქნება ერთიანი ნეიტრალური საქართველოს დამფუძნებელი ბიძინა გიორგობიანი. მანამდე კი მინდა ორიოდე სიტყვით ბოლო ინფორმაციები გაგაცნოთ სტიქიათან დაკავშირებით. ვიცით რომ თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველები სპეციალური ტექნიკა სტიქის სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართულები. საქართველოს რამდენიმე რეგიონში ერთდროულად მიმდინარეობს ეს სალიკვიდაციო სამუშაოები და ერთკვირიანმა თხოვამ ძალიან მძიმე ვითარება შექმნა გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, რაჭა, ასევე შიდა ქართლის რეგიონებში და კვლავ რჩება ამ დროისთვის სოფლები, რომლებიც ამ დრომდე არის გარესამყაროს მოწყვეტილი, ცოცხალი ძალა, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით ყველა კრიტიკულ მონაკვეთზე კომუნიკაციის აღდგენას ცდილობს ამ დრომდე. მოკლედ, რა ვითარება გვაქვს საქართველოში ჩვენი საინფორმაციო გამოშვებებიდან თქვენ ყოველ საათში იგებთ ახალ ამბებს, ჩვენი ჯგუფებიც მუშაობენ იქ და რა თქმა უნდა ეს ინფორმაციები თქვენთვის ცნობილია. მოდით პირდაპირ ეთერში ჩავრთოთ ქალბატონ ნინო ჩხობაძე, რომელსაც მე მგონი უკავშირდებიან როგორც მეუბნებიან და მასთან ერთად გავარკვევთ ზოგადად რას უნდა ველოდოთ მომდენო დღეებში, ან როგორი ვითარება გვექნება, რამდენად მზად ვართ ამ ყველაფრისთვის და რა იქნება შემდგომი ნაბიჯები. საინტერესო ალბათ ისიც ამხელა ნალექის მოსვლა საქართველოში, რამდენად მოსალოდნელი იყო, ან როდის იყო ბოლოს ასეთი ნალექი და მოკლედ მისგან მოვისმენთ ალბათ კომპეტენტურ პასუხებს. მანამდე ასევე მინდა გითხრათ, რომ არიან მობილური ჯგუფებიც სხვათა შორის და გზის ნაწილი, რომელიც გაიწმინდა, რთული მონაკვეთები და კრიტიკული მონაკვეთები ასევე რჩება. ამ ამბავში ჩართულები არიან მოხალისეებიც სხვათა შორის და საინტერესოა მათი საქმიანობაც ამ ამბავში. მოკლედ, ქალბატონ ნინო უკვე გვყავს ეთერში. ქალბატონ ნინო, მოგესალმებით. მოგესალმებით, დიახ. დიდი მადლობა, რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. ქალბატონ ნინო, მოკლედ მეშვიდე დღეა საქართველოში თოვს რეგიონებში, დასავლეთ საქართველოში. ჩვენ ვისმენთ ადგილობრივის კომენტარებსაც, რომ მსგავსი მასშტაბის თოვლი 72 წელს გვახსოვსო. ასეთი დიდი თოვლი ალბათ განსაკუთრებით ბათუმში იყო უჩვეულო. გვაინტერესებს თქვენი აზრი, რა სიტყვით, რამდენად მოსალოდნელი იყო ასეთი ნალექი ქვეყანაში. ასე წინასწარ ვერავინ ვერ იტყვის, რომ მოსალოდნელი იყო თუ არა ნალექი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ კლიმატური ცვლილებების შედეგად გვექნებოდა ექსტრემალური ამიდები და ამახასიათებელია ეს კლიმატისთვის, პროგნოზია მისი არსებობდა, ანუ გრძელვადიანზე ვლაპარაკობ, ანუ ვარაუდი კლიმატოლოგების ყოველთვის არის, რომ იქნება ძალიან დიდი კატაკლიზმები და გარკვეულწილად ეს არის გამოწვეული იმიდან, რომ კლიმატი დედამიწაზე იცვლება. მართალია ზოგიერთ პოლიტიკოსებს ეს არ ჯერა, მაგრამ ესე არის სამწუხაროდ და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მოსალოდნელი არის ყველანაირი ტიპის ექსტრემალური ტემპერატურით ძალიან მაღალზე აწევაც და ძალიან დაბალზე უჩვეულოდ არასეზონურად დაბალ ტემპერატურას. რამდენად მზად არის ქვეყანა, რასაც თქვენ ბრძანებთ, ზოგადად აი სამუშაოებით, რაც უკვე დღეს მიმდინარეობს, ფიქრობთ, რომ დროულია, ფიქრობთ, რომ დაგვიანებულია, მზად ყოფნა ქვეყანას რამდენად აქვს ხოლმე ამ სამწუხაროდ ქვეყანას ძალიან ბევრი რამ არ აქვს გაკეთებული ჯერჯერობით, მაგალითად არ არის გაკეთებული ადაპტაციის ღონისძიებების გეგმა, რომელიც უნდა იყოს კლიმატიდან გამომდინარე, რომ ექსტრემალური სიტუაციები განსაკუთრებით ჩვენ ხო ვიცით ბოლო პერიოდში ვერის ხეობის ტრაგედია, შოვი, ენერგიეთი, წყალდიდობა გურიაში 2 წლის წინ რაც მოხდა. ანუ ეს ყველაფერი ერთიანი სივრცით რო
განვიხილოთ, ეს კიდე მოსალოდნელი არის ესეთი რაღაცები, როგორც თითოეულობა და ასევე უხვი ნალექის მოსვლა, განსაკუთრებით სანაპიროზე. ჩვენ სამწუხაროდ ამისთვის მზად არ ვართ. აი რა იქნებოდა მზადყოფნა? იქნებ კონკრეტულად გითხრათ. ანუ აი ახლა კონკრეტულად მაგალითად რეაგირების გეგმები უნდა კონდეს თითოეულ მუნიციპალიტეტს ბუნებრივ კატასტროფებთან მიმართებაში. ვინ სად როდის როგორ მირბის, სად აკეთებს, რას აკეთებს, ვის უკავშირდება, კავშირი ერთმანეთთან კოორდინირება უწყებების, როგორ უნდა მოხდეს. ანუ არსებობს კრიზისის საბჭო შექმნილი უსაფრთხოების საბჭოში მე მგონი, მაგრამ სად არის ვერ ვხედავთ და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი მზაობაში უნდა იყოს. გარდა ამისა, დაახლოებით 2016-ში თუ 15-ში დაახლოებით დაიდო შვეიცარიელების მიერ ერთ-ერთი კატასტროფის შემდეგ, განსაკუთრებით ვერის ხეობის კატასტროფის მერე დაგვიდა სქემა, როგორ უნდა ავაწყოთ ესეთი შეტყობინებების სისტემები, წინასწარი ქმედებები, როგორ უნდა იყოს დალაგებული ქვეყანა ამ ნაწილში და ეს დოკუმენტი ჩამოვიდა დათეს თაროზე. დამთავრდა ამით ყველაფერი რა. ანუ თქვენ საუბრობთ რაღაცა წინასწარი შეტყობინებების რაღაცა ტექნიკურ აღჭურვილობას. კი ბატონო, ტექნიკური აღჭურვილობა კიდე ცალკეა, როცა შენ რეაგირების გეგმას აკეთებ, უნდა გქონდეს დათვლილი რამდენი ტრაქტორი ყავს მუნიციპალიტეტში, რამდენი შეიძლება გამოიყვანო, როგორ შეიძლება მობილიზება გააკეთო და ასე შემდეგ. ანუ ეს არის მთელი კასკადი, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ღონისძიებების, კონკრეტული დეტალური ღონისძიებების პასუხისმგებელი პირებით, ვინც რაზე არის პასუხისმგებელი და როგორ უნდა მოხდეს მობილიზება. ანუ ესეთი რამ ჩვენ გაკეთებული არ აქვს. კი ბატონო, და მინდა გკითხოთ აი ამ თოვლის ნობის შემდეგ რა გაქვთ ინფორმაცია, შეგიძლიათ გითხრათ, იმიტომ რომ საუბრობენ რომ კიდევ უფრო შეიძლება გართულდეს ვითარება აი ამ შემთხვევაში. მოსალოდნელია რომ გართულდეს ვითარება, იმიტომ რომ შეტყობინებების სისტემიდან, უბრალოდ იმ ბიულეტენებიდან გამომდინარე, რასაც გარემოს დაცვის სააგენტო აუცილებდა და რა ინფორმაციაც არის ოფიციალურად რა შესწავლილი იყო, სად არის რისკის ზონები, როგორ არის, მეწყრული პროცესები ძალიან გახშირებულია, საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს აჭარა თრიალეთის ქედს და ჩვენ ველოდებით, რომ აი ამ დიდი ნალექის შედეგად ჩვენ შეიძლება გაგვიაქტიურდეს ძალიან ბევრი მეწყერი შემდგომში. თუ არა მაგალითად თქვენ სპეციალისტებს ან არასამთავრობოებს, რომლებიც მუშაობთ აი ამ თემებზე, ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის კონტაქტი ან შეთავაზება გქონიათ ასეთი კომუნიკაცია? კი, რა თქმა უნდა, გქონია შოვის ტრაგედიის მერე, ენერგეტიკის ტრაგედიის მერე, წყალდიდობების მერე, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ესეთი სისტემები უნდა ათყობდეს, ნუ ახლა რაღაცეები უკვე გაკეთებულია, რაღაც ელემენტები, მაგრამ ეს არ არის ჯერ კიდევ შეკრული აი ძალიან კოორდინირებაში რა, რაც უნდა იყოს და როგორც უნდა იყოს. სამწუხაროდ, აი მუნიციპალიტეტებშიც კი ჩატარდა სპეციალური მომზადება ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილებების სისტემები არსებობდა და გააფრთხილეს, რომ აი აქ საფრთხეებია და ამიტომ ველოდოთ, რომ ამ საფრთხეებია, მაგრამ როგორც წესი ეს მოისმინეს, შემდგომ ნაბიჯები აღარ გადაიდგა რა და აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. კი ბატონო, დიდი მადლობა, ცოტა დრო გქონდა სამწუხაროდ საინტერესოა თქვენთან ამ თემაზე საუბარი. ნინო ჩხობაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მე უნდა გადავიდე ჩემს სტუმართან და რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოგესალმებით. საღამოშიდებს. დიდი მადლობა მოგზანებისთვის ეთერში. ქალბატონ ნინოს უსმენდით ახლა და რა თქმა უნდა ამ თემით მინდა თქვენთანაც გავაგრძელო საუბარი. გარკვეულ პრობლემებზე ისაუბრა ქალბატონ ნინომ, ნუ არ არის რაღაცნაირად კოორდინირებული მუშაობა, არა გვაქვს წინასწარ გაფრთხილების სისტემები, ბევრი პრობლემა დგას და მით უმეტეს მუნიციპალიტეტებში. სტიქია უკვე პრობლემაა თავისთავად. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ მას ალბათ რაღაცნაირად მზად უნდა დახვდეს ქვეყანა. თქვენ როგორ აფასებთ აი ამ განცხადებებს და როგორ ხედავთ ამ მოვლენებს? კლიმატის ცვლილება, რა თქმა უნდა, სახეზეა. კლიმატის ცვლილების პირველი ნიშანი ეს არის ნალექების არათანაბარი განაწილება წლის განმავლობაში და სეზონების მიხედვით. არის დაუშვათ ან ძალიან უხვი ნალექი, ან საერთოდ გვალვაა.
ნუ ახლა სტიქებს ვერ განსაზღვრავთ ხო? გასაგებია, ნალექებსაც ალბათ არ ვიცი. საქმე იმაშია, რომ ნალექების არათანაბარი განაწილება, რასაც ქვია, რომ ყოველი მთელი წლის საკმარისი ნალექი შეიძლება მოვიდეს დაუშვათ 2 დღეში. რაც იწვევს ღვარცოფებს, დიდოლობას და ესეც სტიქიურ უბედურებას, რაც ტრიალებს დღეს საქართველოში. ხო, ახლა ესეთები ადრეც ხდებოდა ხოლმე, მაგრამ ბოლო 10 წლეულებია, რაც ძალიან მოხშირდა. ეს საქართველოშიც რამდენი ტრაგედია დაგვატყდა თავს. აი, რამდენი მით უფრო ვართ ხოლმე ამისთვის მზად და როგორ უყურებთ დღეს? სტიქისთვის სრულყოფილი მზადყოფნა არის გამორიცხული. ესე იგი, ადრეული შეტყობინებები ეს შეიძლება ეს სისტემები იყოს აწყობილი, მაგრამ ეს არის, როდესაც ნალექი მოდის წვიმის სახით ან დაუშვათ არის იქ ნიადაგში რაღაც გარკვეული ცვლილებები, რომელიც მას შეიძლება გამოიწვიოს ნალექის დიდი რაოდენობით მოსვლის შემდეგ ღვარცოფი. მაგრამ არის შეტყობინებების სხვა სისტემებიც. არის მაგალითად ესეთი პრობლემა, რომელიც არავინ არ საუბრობს საქართველოში ბოლო ხანს. ეს არის აი მაგალითად სეტყვის სადგური რო გვაქვს ჩვენ, რომელიც კახეთში სეტყვის შეტყობინების შემდეგ ისურის ესე იგი ჭურვებს ღრუბლის დასაშლელად. ესეთი სადგური საქართველოში გვაქვს ერთი მხოლოდ, რომელიც განთავსებულია მე მგონი რაღაც ყვარლის რაიონში და კახეთში ძირითადად, რომელიც აქეთ მხარეს ფაქტიურად ვერ ფარავს. თბილისის იქით ტერიტორიას ჩვენ ვერ უყურებს. ანუ ღრუბლის მოძრაობა, ღრუბლის სიმძიმე, მოძრაობის სიჩქარე რაოდენობის ტენია ღრუბელში, რა მიმართულებით მოძრაობს. ეს სატელიტის ხედვა არის სხვა, ღრუბლების ხედავს სატელიტი, რა თქმა უნდა, რომელშიც საიდანაც იღებს გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციებს, მაგრამ უფრო ღრმად შესწავლა, რომ დაუშვათ რა რაოდენობის წყალ შეიცავს ღრუბელი, რა სიჩქარით მოძრაობს და ასე შემდეგ, ეს უკვე არ აგვაქვს ჩვენ, რომელიც დაუშვათ დასავლეთ საქართველოს მთლიანად დაფარავდა. მეორე სადგურიც რო კონდეს ესეთია რა. ეს სწორია. მეორე სადგურიც უნდა იყოს ესეთი, უნდა იყოს რა თქმა უნდა ნიადაგის საზომი და ნიადაგის სტრუქტურის შემსწავლელი სადგურები. ეს განსაკუთრებით აუცილებელია კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, ვინაიდან კავკასიონის სამხრეთი ფერდობი განიცდის ძალიან სწრაფ ლღობას და რაც გამოიწვია შოუში, ნახეთ უამრავი არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტი და არაკეთილსინდისიერი გარემოსდამცველი ათასგვარ სპეკულატიურ იმებს ავრცელებდნენ რა ვერსიებს, რომ აი თითქოს და იქ დიდი ხანი მიმდინარეობდა ეს პროცესი და არავინ არ შეამჩნია და სპეციალურად არ შეამჩნიეს და ასე შემდეგ. ასეთი საუბრები მოყვება ხოლმე ყველა პროცესში. საუბრები არ იყო, ეგ იყო ამიტომ არის ალბათ საჭირო, რომ ზუსტად პროფესიონალურად იყოს განსაზღვრული რა ხდება იმ ადგილებში. რა თქმა უნდა, იქ უკვე პროფესიონალებმა უნდა ილაპარაკონ, იმიტომ რომ მაშინ იქ მე მახსოვს ერთი თაღლითი ლაპარაკობდა, რომ იქ ტყე გაჩეხესო, ლაპარაკი 4000 მეტრის სიმაღლეზე წარმოიდგინეთ. თქვენ იქ ტყეს რა უნდა საერთოდ რა? და ის ტყე რო გაჩეხეს, იმიტომ წამოვიდა უმეწყერი. აი ესეთი ლაპარაკიც არის, რომელიც არ არის პროფესიონალურ დონეზე, რა თქმა უნდა, ყოველთვის საინტერესოა ქალბატონ ნინოს მსგავსი პროფესიონალების აზრი. უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ეს საადრეო შეტყობინების სისტემებით აღჭურვილი, თუმცა ეს ჯდება არა მხოლოდ ერთჯერადი შესყიდვა ამისი ძალიან ძნელი, შემდეგ ექსპლუატაცია მისი სპეციალისტებით აღჭურვა, მომსახურება მისი. ეს ალბათ საკითხია, სპეციალისტები რამდენად გვყავს ასევე საკმარისი. ქალბატონ ნინო ასევე საუბრობდა კომუნიკაციის პრობლემაზე. აი კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს. ეხლა ერთმანეთთან ერთად არის მთელი მთავრობა იქ და მეტი ეხლა რა კომუნიკაცია ერთ ოთახში და რაღაცნაირად მობილობა, როგორ უნდა მოხდეს შემდეგ უკვე ამ ყველაფრის ამაში. ეს მე მგონი რომ არ არის სწორი მიმართულება. არის იმიტომ რომ ერთ ოთახში შედან ის ადამიანები და ხა მეტი კოორდინაცია რა უნდა გააკეთონ. ყველა უწყება იქა, შიგნაგან საქმეთა სამინისტრო იქა, მარშალთა სამსახური იქა. მე ხლა ჩემ ძველ კოლეგებს მეტყევებს ველაპარაკე გუშინ და ესენიც კი მუშაობენ, ეს ასოდავები თუ სადმე არისო საქმიან ეზოებში დარჩენილი შეშარო ის ვქნათო დაჭრან და გაუტანონ ხალხს და მე მიცენო აღარც არის საქმიან ეზოებში დარჩენილი ეხლა ვეძებთ მთელ საქართველოში სადმე თუ გვაქვს ჩამორთმეული შეშარო ისიც კი მივახმარო თუ იქით ანუ კოორდინაციის ნაკლებობა ნამდვილად არ არის ნაკლებობა არის უბრალოდ სტიქის წინასწარი გაზომვის გამოთმარა სტიქია იმის სტიქია რომ ესე მომზადებული აუცილებლად და
რაღაც ისე რომ ერთი არაფერი არ დაზიანდეს. ხო, მაგრამ ალბათ აქ არის წინასწარი შეტყობინებების რაღაცნაირად დანერგვა ტექნიკურად, რომელიც მაგალითად ევროპულ ქვეყნებს აქვთ, ხო, მაღალმთიან რეგიონებში. ევროპულ ქვეყნებზე ნუ გვაქვს ჩვენ ესეთი წარმოდგენა, რომ ისეთი სისტემები აქვთ, ეხლა ევროპულ ქვეყნებში არ გინახავთ თქვენ ზვავები რა შევა, სასტუმროებს რო შვეიცარიაში, გერმანიაში, ავსტრიაში ხო არის ეს სისტემები შეტყობინები, საიდანაც გაყავთ მოსახლეობა. ალბათ ამაზეა ხოლმე სულ აპელირება. რამდენჯერ გინახავთ ღვარცოფისგან და წყალდიდობისგან წაღებული მთელი გერმანული ქალაქები. მე მინახავს იქ. მე თვითონ მინახავს. თქვენი ცხოვრობდით და მე იქ ცხოვრობდი და მინახავს ეხა სტიქია, იმის სტიქია, რო სტიქია ქალაქს აზიანებს საერთოდ. ხო, მაგრამ ნუ ალბათ ჩვენი მოვალეობაც ალბათ მთავრობისაც ის არის, რომ მინიმუმამდე ეს ზარალი რაღაცნაირად შევამციროთ და ამაზე ზრუნვა საჭირო. მთავრობის მთავარი დანიშნულება არის ის, რომ როდესაც მოხდება სტიქია, მთავრობა არ უნდა დაიბნეს, მთავრობამ უნდა გამოაცხადოს სრული ტოტალური მობილიზება საკუთარი რესურსების და მოხალისეების ჩართულობით და საკუთარი სახელმწიფოს რესურსებით უნდა შეძლოს ამ სტიქიასთან გამკლავება. სტიქიას ვერ ავკრძალავთ ჩვენ. ანუ საქართველოში მხოლოდ ერთ ქვეყანაში სოფლიოში მიმდინარე ეს კლიმატის ცვლილება ვერ იქნება საქართველოში ესე იგი იზოლირებული, რომ აი აქ არ მოხდეს არაფერი და არასდროს რაიმე სტიქია. კი ბატონო, ამ თემაზე მინდა მოვრჩეთ საუბართ, რომ სხვა თემებზეც მინდა გადავიდეთ, უნდა გითხოთ უბრალოდ ძალიან ბევრი საყვედური იყო ხელისუფლების მიმართ იმაზე, რომ გვიან ჩაერთო ხელისუფლება. რატო მეორე დღესვე იქნება? უფრო მარტივი იქნებოდა თუ აი ამ ძალებსაც უკვე გამოყოფილად, რაზეც თქვენც ისაუბრეთ, დროულად უზრუნველყოფდა, აი ჯარის ჩართვასთან დაკავშირებითაც სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა, რომ რატომ არ ერთვება ჯარი და უკვე იქ ძალიან რთული ვითარება, რომ რამდენად თქვენ ამას ესე უყურებთ, რა თქვა სოციალურ ქსელში ვრცელდება. მე იცით რა არის, ახლა ესე არიან ადამიანები, რომლებიც არიან ნეგატივზე ყოველთვის მომართული, რომ აი ეს რატო არ არის, რატო იმ დღესვე არ მოგვარდა ყველაფერი, ეხლა რა არიცი, რომ ესე რაღაც ჯადოსნურ ჯოხით ვიღაცა ვერ უცებ ეხლა თოვლი რო გაქრეს, აღარც წყალი წამოვიდეს მდინარეში, ჭარბი წყალი, აღარც ეხლა რაღაცა გამოიწვევს ეს მეწყურ პროცესებს თავისთავად. მე იმიტომ ვამბობდი თავიდან, რომ შეტყობინებები და ნიადაგის საზომი და ნიადაგის სტრუქტურული საზომი, ადრეული შეტყობინების სისტემები, მთიან ადგილებში, სადაც მოსახლეობა სახლობს, ეგ უნდა იყოს და არსებობდეს, რომ ეს ჩვენ ვიცოდეთ, რომ დაუშვათ ახლა მეწყრული პროცესი თუ სადმე განვითარდა, იქ რომ წინასწარი შეტყობინების სიგნალები კონდეს. თორე მე კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რომ მთავრობამ ფაქტიურად როგორც კი დაიწყო ეს სტიქია და თოვლია, დითოვლობა გადაიზარდა სტიქიაში, არა, იქ მყისიერი იყო, ხა რატო უნდა ტყუილად ადამიანმა რატო თვითონ იქ არიან, ათენებენ, აღამებენ, ყველა სამსახური, ყველა სამინისტრო იქაა და ხა ამას უნდა უბრალოდ ობიექტური შეფასება. ნუ აღარც საუბარი იყო, რომ რამდენიმე დღის შემდეგ რამდენიმე დღის მერე რატო მეორე დღისვე დაიწყო ეს ყველაფერი. დითოვლობა როგორც კი გადაიზარდა სტიქიაში და როგორც კი უკვე მუნიციპალიტეტები ვეღარ აუდიოდნენ თავისი საშუალებებით ამ სტიქის წინააღმდეგ მუშაობას, აქ იმ საპატრიარქომაც მშვენიერი აქცია გააკეთა. აი ამ აქციებთან დაკავშირებითაც საინტერესოა მოსაზრებები, ვთქვათ, ადამიანები, რომლებსაც სურდათ თვითნებურად ჩართულიყვნენ და რაღაცნაირად ჩასულიყვნენ ადგილზე და ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ყოფილიყვნენ იქ. ესეც რამდენად უკეთესი იქნებოდა, რომ კოორდინირებული ყოფილიყო ესეც მთავრობასთან მათი ამიტომ გამოაცხადა მე მთავრობა მოხალისეებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, ხო? ხშირია ხოლმე მოხალისეები, რომლებიც გულწრფელად სულთ ადამიანების მაგრამ არიან მოხალისეები, რომლებიც აი უკრაინის ომში წავიდნენ, ხო გახსოვთ, იქ პოზიორობდნენ, სურათებს იღებდნენ. რაღაცა ესეთი მოხალისეები ამ შემთხვევაშიც არიან ხოლმე, რომ აი ჩავლენ იქ რაღაც live რეპორტაჟებს გააკეთებენ, რომ აი მე აქ თოვლში ვარ, ესე ვიღაცას პური მიუტანე მოხუც და რაღაც ეს. ხო, ასეთები ალბათ ყველგან არიან, მაგრამ საუბრობთ ახლა გულწრფელად იმ ადამიანებს, ვისაც უნდა დახმარება და აქვს ამისი უნარჩვევები, სპეციალური უნარჩვევები უნდა ამას. ეს არ არის ის, რომ დაუშვათ ჩავიდეს ადამიანი და პირდაპირ გაეშუროს და 2 მეტრიან თოვლში, რომელიღაც სოფელში მარტო ავიდეს, შეიძლება ის გახდეს მერე დასახმარებელი. ხო, ამაზე იყო არაერთხელ საუბარი და კიდევ ერთი თემა
ძალიან საინტერესოა ოპოზიციის მონაწილეობა ასეთ პროცესებში, გასაგებია რომ მთელი ტვირთი არის ხელისუფლებაზე და ის არის ვალდებული და მან უნდა მართოს ეს პროცესები. თქვენ როგორ უყურებთ, თქვათ აი მათ განცხადებებს? წესით ეს ყველას ტვირთია, ჩემიც, თქვენიც და ოპოზიციისას და ხელისუფლებების ხელისუფლებისას. ვალდებულება ხო პირველ რიგში მან რაღაცნაირად მაგრამ იცით რა არის ახლა აი ოპოზიცია ამ შემთხვევაში მე მახსენდება ხოლმე 2008 წელს, როდესაც მაშინდელმა ოპოზიციამ ცხინვალში ომის პერიოდში გამოაცხადა მორატორიუმი საკუთარ ოპოზიციურ დიახ და ეს იყო ტიპიური ქართული მიდგომა ამ საქმისადმი რომ აი ახლა ამ დროს რა დროს ერთმანეთის კრიტიკა და რაღაც ისაა და მოდი ახლა ჩვენ გავჩერდებით ესენი ეხლას არ ჩერდებიან არც სტიქიაში ჩერდებიან ესენი არც პირიქით დადიან ეხლაც კი სტიქია როცა ყველა ამ სტიქიაზეა გადართული ყველას გონება ნორმალური ადამიანის გონება მე დღეს ერთი-ორი სიუჟეტი ვნახე ტელევიზიით შუადღის საინფორმაციო გამოშვებებს უყურებდი და ესენი არიან გახარებული იმით რომ იქ წარმომადგენელთა პალატაში ბრიტანეთში შეიძლება დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და უხარიათ საშინლად უხარიათ ეს ანუ მათი გონება სხვანაირად მუშაობს თავის ქალაში ტვინი უკუღმაუდებთ თუ რაში ეს საქმე არ ვიცი ეს ხალხი სხვანაირი ხალხია უბრალოდ მათ ეგ თოვლიც მე ისიც ვნახე რომ ერთ-ერთი ქალბატონი რომელიც ჩემი იმით გამოირჩეოდა ხოლმე უშვერი სიტყვით ლანძღვებით იმას ელოდებოდა რომ ეხლა ნეტაო აი ეს იმის რიკოტზე ამბობს იქნებ ჩამოცულდეს ეს ძალიან ცნობილი და გავრცელებული რაღაცა სკრინები ეგრეთ წოდებული სოციალურ ქსელში რომ აი ხა რაღაცა შურუპებით მიმაგრებული ხო და იქნებო ჩამოიქცესო ეს და მალე ჩამოიქცესო და აი და კომენტარები ნუ არ ვიცი მე ამას ვერ შევაფასებ სიმართლე გითხრათ ძალიან რთული შესაფასებელია და ზოგადად ალბათ რთული შესაფასებელია ის კადრებიც სადაც ხალხი თქვენ შეიძლება გუნდაობს ან რაღაცა თოვლი უხაროდათ იმ დღეებში და იმ ხალხსაც ამუნათებენ რომ ამის დრო არ არის უკაცრავად ამას ვერ შევაფასებ არა ეხლა იქ სიმღერითაც გადმოთოვას აკეთებს კაცი მე ვნახე ჩანაწერი კაცი მღერის გურული და აკეთებს გადმოთოვას და ეხლა იმ კაცს ემღერება იქ და ხო ნუ არა ეგ ისეთი ამბები ატყდა მაგაზეთს რომ ცოტა რთულია ხა და ამაზე არ ვსვს საუბარი კარგით გადავიდეთ ამ თემაზე ხო არ ვიცი გადავიდეთ მოდით სხვა თემებზე პოლიტიკურ თემებზე აგერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების თემა ახსენეთ ესეც აქტუალურია დღეს საინფორმაციაში როგორ უყურებთ ზოგადად ამ თემას აი მოკლედ ლორდთა პალატაში მიმდინარე ამბებს წარმომადგენლობის პალატა იცით რა არის ხო, ეს სანქციების თემა უკვე ძალიან არასერიოზულ იმაში გადავიდა რა, განზომილებაში აბსოლუტურად განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეხლა ამ სანქციებმა და ამ იქონიებს გავლენას ალბათ კიდევ ერთი არის. ვერ იქონიებს ეს გავლენას ამ deep state-ის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლა ფაქტიურად, ვიდრე შეიძლებოდა ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებში მის ყველაზე დიდი ტვირთი ამ ადამიანმა აიღო თავის თავზე ეს ხო და ეხლა თავიდანვე იყო გაცხადებული რომ არ მოქმედებს ჩემზე ესეთი რაღაცები პირადულზე მე აქ ვერ გამტეხთ ვერანაირად არა ეხლა ეს თვითონ ბრიტანეთის მიერ სანქციებიც მის წინააღმდეგ არის ძალიან უცნაური იმიტომ რომ ბრიტანეთი ხა ევროკავშირმა რამდენიმე სანქცია გაუკეთა მას ხო ამერიკის შეერთებული შტატების ძველმა ადმინისტრაციამ გაუკეთა სანქცია ბრიტანეთი ახლა ევროპა თან არის და თან არ არის. როცა ევროკავშირი არ არის. არ არის. ბრიტანეთი ესეთია. ბრიტანეთს როცა ჭირდება ევროკავშირის გვერდით და ამბობს რომ ევროპა და როცა ჭირდება გავა ევროპიდან, იმიტომ რომ ჩვენ კარგად დავთვალეთო და ევროკავშირისთვის ჩვენ უფრო მეც ვიხდით ვიდრე იქიდან რაიმეს ვიღებთ ჩვენო უკანო. ეს სანქციები მე მგონი რომ ახლა არ არის სერიოზულად განსახილველი. თუმცა კარგი არ არის ქვეყნის იმიჯისთვის, ვინაიდან არ უნდა მიდიოდეს ამაზე ახლა ლაპარაკი, ვინაიდან სოფლიოში არის სულ სხვა პროცესი დაწყებული. ევროპა მოქცეულია სოფლიო პოლიტიკური პროცესების ჩიხში, ანუ ძალიან ისეთ პროვინციად ქცეულია უკვე სოფლიო პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყანა გაერთიანებული საემიროები პირდაპირ არიან ჩართული ახლა უკვე ამ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკების მაგიდასთან ერთ-ერთ წევრად
და ჩინეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები. ესენია დღეს ტრენდული. თუმცა არ იგრძნობა ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომლებიც ახლა აქაც კი იმყოფებოდნენ გუშინ, ლიდერებს რა ლიდერი რუსია და არ ქვა, რასაც იუკნევიჩიანე ახლა არანაირი ლიდერია. გულისხმობდა მის შეხვედრას ყოფილ პრეზიდენტთან, მაგრამ ეს ახლა ლიდერების დონიდან ეგენი უკვე ან მათი განცხადებები ნებისმიერ შემთხვევაში არ აყოლებს ხოლმე. რამდენად იგრძნობა ის, რომ ევროპაში თამაშგარე მდგომარეობაშია, ცოტა რთული წარმოსადგენია ხოლმე საქართველოსთან დამოკიდებულებაში, როდესაც ვისმენთ მათ განცხადებებს კვლავ. ისიც რა შეასაქმე, ევროპის თამაშგარე მდგომარეობას კარგად გვაჩვენებს ჩვენ, როცა ჩადიან ხოლმე დონალდ ტრამპთან მიღებაზე და იქ მათი საუბარი და დონალდ ტრამპის და ახალი ადმინისტრაციის განწყობა ევროპის მიმართ. ევროპა არის ფაქტიურად ჯერჯერობით ევროკავშირი და განსაკუთრებით ბრიუსელის აი ეს ნომენკლატურა, ბიუროკრატია, რაღაც აპარტეიდის რეჟიმივით ჩამჯდარი ბრიუსელში. ესენი არიან ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დღისასრიგით მომუშავე ადამიანები, რომლებიც ისევ იქ მუშაობენ, აი როგორც იყო ვიქტორია ნულანდი, რო იქ ღვეზელებს ჩამოატარებდა კიევში და USAID რო 41 მილიონს გაისვრიდა, თქვა საქართველოს არჩევნებისთვის ან რაღაც 5 მილიარდად გააკეთებდა სახელმწიფო გადატრიალებას უკრაინაში, იმ ეპოქაში ცხოვრობენ ისინი. რატომ ძალიან საინტერესოა ვადნობიძე, რაღაცა სამყარო შეიცვალა, გასაგებია ტრამპის განცხადებები მისი მოსვლის დღიდან, ხო? ევროპის მიმართაც და ჩვენ ნახეთ იქ მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლა ვიცე-პრეზიდენტის და ეს განცხადებები როგორი რეზონანსული ერთი ძალიან ცნობილ ფაქტს გეტყვით მე თქვენ, რომ 44 წლის გვიან შემოდგომით, როდესაც წითელი არმიამ უკვე ვისლა და ოდერი გადალახა და უკვე შევიდა აღმოსავლეთ რუსიის ტერიტორიებზე, რა, იქ ერთ-ერთ სოფელში შევიდნენ და ერთ კაც პატარა მანუფაქტურა ქონდა და იმებს ბეჭდავდა, რუკებს, სპარსეთის ყურის რუკებს ბეჭდავდა. და ეს მეთაური სამხედრო ნაწილის გაგიჟდა კაცო, ამას რა გინდათო რომ ბეჭდავო, იმიტომ რომ მე 42 წელს ტენდერი მაქვს მოგებულიო, რომ ეს უნდა მებეჭდავო და აკეთებ და ისევ აკეთებდა ამას აგრძელებდა. ანუ მაშინ, როდესაც კავკასიას მოადგნენ, მათ ყოველი შემთხვევისთვის სპარსეთის ყურის რუკები დაუკვეთეს ვიღაც ტიპი და ის ამზადებდა ამ რუკებს და ჭერში აწყობდა იქ. ეს ხალხი ცხოვრობს ძველ ეპოქაში, ისევ როდესაც სახელმწიფო სარეზერვო სისტემა ამერიკის შეერთებული შტატების და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი თავისი USAID-ით და თავისი ყველა იმ ფონდებით რომელი ფონდებითაც ისინი ყვებავდნენ ამ თავის გლობალურ საცეცებს რა რომელიც ეხლა შეწყდა ხო გუშინ ისიც გაჩერდა რა ნედიც გაჩერდა ხო და ისინი ამას ვერ აღიქვამენ სერიოზულად იმად გონიათ რომ ეს ტრამპის ადმინისტრაცია არის რაღაც შემთხვევით მოსული როგორც იყო პირველ წრეზე ტრამპი მარტო იყო მაშინ კაცი ხო არ ყავდა გუნდი ეხლა მას ძალიან ძლიერი გუნდი ყავს ვიცე-პრეზიდენტის სახით ილონ მასკის სახით და ყველა ის ადამიანი რომელიც თავის ადგილასა რუბიოს კი ძალიან ძლიერი გუნდია ეს და ეს არის უკვე ახალი მსოფლიო წესრიგის საფუძველი ეს ადამიანები ხო მე მოусმინე მათი მთავრობის ხდომას სადაც ისინი განიხილავდნენ იმას რომ წერილი დაუგზავნეს რომ ერთი კვირის განმავლობაში რომელმა ჩინოვნიკმა რა გააკეთა ნახევარმა მეილზე არ უპასუხა უკან და ისინი გამოთქვამენ ეჭვს რომ ძალიან დიდი რაოდენობით ჩინოვნიკები არიან რომლებიც ხელფასს იღებენ და უბრალოდ არ არსებობენ ხვდებით რა შეასაქმე ის კი არა რომ იქ 240 წლის ადამიანები პენსიას იღებდნენ და ეს ცალკე თემაა ანუ ეს იყო ტოტალურად გამოხრული კორუფციის ქვეშ მყოფი სისტემა რომელიც უნდათ ამ ადამიანებს რომ მოიყვანონ წესრიგში ოღონდ ეს არის უკვე ბიზნეს ამერიკა ბიზნეს დამოკიდებულება აქვს ხო აქ ეუბნებიან რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის დაპატიმრებული აქტივებიდან პროცენტი რაც უნდა დარიცხოდათ რუსეთს რომ ეძლებოდა ეს უკრაინას ეს ეძლებოდა ვალად ევროპას და ის ადრე თუ გია დაიბრუნებსო უკან, მაგრამ ჩვენგან რო წაიღო ფული ვის სანაცვლოდ მე მომეცით მინერალები. ხო? რომ ეს ძალიან საინტერესო ამბავია. ეს ადამიანები უკვე სხვანაირად უყურებენ ამ ყველაფერს, ეს არ არის ის, რომ ჩვენ ახლა დემოკრატიის გავრცელებისთვის მოვდივარ და ვოუკ კულტურა უნდა შევიტანოთ უკრაინაში და საქართველოში და იმიტომ ხარჯავთ მილიონებს, მაგას არ იძახე. ესენი ამბობენ, რომ მე მაქვს აქ ეს ინტერესი
და ჩემი ფული პირველ რიგში დააბრუნეთ უკან, რაც წაღებულია ამერიკიდან. და დააბრუნებინებენ. და საინტერესოა ეს 25%-იანი ტარიფის დაწესების დღეს დაუწესოს კი თემას. რამდენად გამოეხმაურა ბრიუსელი და ბრიუსელი მოთქვა, რომ ჩვენც დავაწესებთ. ხო, რამდენად ეს მოსალოდნელია, ახლა ბრიუსელი როგორ პასუხს გასცემს. კი ბატონო, ეს არის რაღაც უკვე თვითბლოკადაში მოქცევის ტრამპმა თქვა იმოქმედონო, მას უთხრეს რომ კი ბატონო, აი საინტერესოა იმოქმედონ, იმიტომ რომ ევროკავშირი შედგება სახელმწიფოებისგან. ბრიუსელში ჩაკეტილ ბიუროკრატიაზე ვერ წარმოუდგენია, რას წარმოადგენს დაუშვათ ევროკავშირის სახელმწიფოები და რომ მათ აქვთ თავისი ინტერესები, ხო? ეხლა თუ ისინი წავლენ ამ მიმართულებით, რომ იმა თუ 25% დაგიდო, შენს 25%-ს დაუდებ, ან უფრო მეტს დაუდებ და ესეთ დაპირისპირებაში შევლენა რა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ევროკავშირი შედგება სახელმწიფოებისგან და იმ სახელმწიფოებს ევროკავშირში შესვლა იმდენად ძნელი არ არის, რამდენადაც იქიდან გამოსვლა სხვათა შორის. ხო? ბრიტანეთის მაგალითზე ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ ისინი ახალ სახელმწიფოებს არ იღებენ იმისთვის, რომ გაამდიდრონ ის ახალი სახელმწიფოები. ახალ სახელმწიფოებს ისეთ კაბალურ პირობებს უყურებენ ევროკავშირში, როცა შედიან, რომ ძალიან ბევრი ნორვეგია მაგალითად ორჯერ ჩაატარა რეფერენდუმი და არ შედის ევროკავშირში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რესურსი აქვს მას ბუნებრივი და ის ბუნებრივი რესურსები, რომელიც დღეს ნორვეგიას ეკუთვნის, როდესაც შევა ევროკავშირში არა, მე უკვე ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის და მისი მეუღლის განკარგვის ქვეშ გადადის და კაია კალასის, რომელიც ესტონელი კაია კალასი, რომელიც განსაზღვრავს ევროპის საგარეო პოლიტიკას. ეს არის უკვე ძალიან არასერიოზული მასშია, გაზომილებაში გადასული. იცით, რომ ბისმარკის ევროპა საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს კაია კალასი და ის ისინი არიან დღეს. ანალენა ბერბოკი. ისინი არიან დღეს. რო არიან ხო ეს და ისინი შევიდნენ თავიანთი პოლიტიკის და თავიანთი დამოკიდებულებით სამეზობლო სახელმწიფოებზე, თავიანთი დამოკიდებულებით ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც ჩვენ ვართ, როგორიც უკრაინა, ხო? თქვენ ნახეთ და ალბათ ყველა ვინც თვალს ადევნებს ამ პროცესებს, ყველამ ნახა ჯეფრი საქსის ინტერვიუს, სადაც ის ჯეიკ სალივანზე ყვებოდა, რომ ჯეიკ ვეუნები მე რო უთხარი ამ ადამიანებს, რომ არ მიიღებთ თქვენ მათ ნატოში არასდროს. არა, არ მივიღებთ არასდროს, მაგრამ ამას ჩვენ ხმამაღლა ვერ ვიტყვით, ეს ცნობილია. თუმცა ეს თქვა ტრამპმა. ეს თქვა ტრამპმა, ამ დროს წინასწარ რომ გელაპარაკა ამაზე და როცა ვლაპარაკობდით ის ადამიანები, ვინც დაუშვათ ევროპას ვიცნობთ საგარეო ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში მიგვიღია მონაწილეობა და ვიცოდით რომ ეს იყო უაღრესად არასერიოზული დაპირება, განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებით. ძალიან საინტერესოა ის, რაც თქვა უკრაინაზე, რომ გრძელდება თუ არა საქართველოსთან დაკავშირებით თქვენ ნატოსთან დაკავშირებით. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და რუსეთის ალყაში მოქცევა და შავი ზღვის სანაპიროს ჩაკეტვა რუსეთისთვის, ეს იყო ისეთი ავანტიურა, რომელზეც რუსები რა თქმა უნდა თვალს არ დახუჭავდნენ და ექნებოდა ძალიან მძაფრი რეაქცია ყოველთვის 2008 წელსაც და 2038 წელსაც, იმიტომ რომ ეს არის ინსტინქტი უბრალოდ, ეხა ყველა სახელმწიფოს და ადამიანის ინსტინქტი, როდესაც შენთვის არასასურველი ადამიანი გიახლოვდება, ეს შენში იწვევს რაღაც რეაქციას, რა და ეს რეაქცია, მე ამ რეაქციის წინაშე ჩვენ ვრჩებით მარტო. არავინ აქ ჩვენ არ დაგვიცავს და ნახეთ, ყველამ ნახა და ახსოვს კიდევაც 2008 წელს ის წითელი ღილაკი რო ჩაიტანეს მოსკოვში, გადატვირთის სიმბოლური ღილაკი რო აი ხა ჩვენ უნდა ახლიდან დავიწყოთ და ასე შემდეგ. აი უკრაინას ახლა უკვე იქ ლაპარაკია, ახლა იქ საფრანგეთის ინტერესები რა არის, წიაღისეულის იქ. როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები? აი ხვალ უნდა მოეწეროს ხელი. როგორ ხედავთ ამას აი ამ კონტექსტში? უკრაინა რა მიიღო მან, რა დაკარგა? აი ამ ვითარებას დღეს ამ გადმოსახედიდან როგორ უყურებთ? უკრაინამ დაკარგა ძალიან დიდი პერსპექტივები რო ყოფილიყო რუსეთს და ევროკავშირს შორის ბუფერული ზონა, ეკონომიკური თანამშრომლობის ზონა, სატრანზიტო ზონა, აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის, აი ის რასაც დაუშვათ საქართველოში ხა თუ კარგად განხორციელდა და იმედი მაქვს რომ კარგად განხორციელდება თანამშრომლობა ჩინეთის მხარესთან ერთად და ანაკლიის პორტის მეშვეობით საქართველოსთან უნდა განხორციელდეს ეს აღმოსავლეთიდან თურქეთის გადაზიდვა, დაკარგა სახელმწიფო განვითარების მომავალი, ვინაიდან მას იქ უკვე აღარ ექნება ის
საშუალებები, ადამიანური რესურსები და ფინანსური რესურსები გასწორებულია მიწასთან. მთელი ქვეყანა, ნახევარი ქვეყანა. ქალაქებია მიწასთან გასწორებული. მოხდება ტერიტორიებზაც შეთანხმება, როგორ ტერიტორიებს რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს რა თქმა უნდა არ დათმობს, არც ადვილად და არც რთულად. ის პირიქით, როგორც ვნახეთ ჩვენ მოსკოვიდან შეთავაზებას უკეთებენ ვაშინგტონს იმას, რომ ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც თვითონ არ არიან, მაგრამ ეს ჩვენ კონსტიტუციაში წერია უკეო და შეგიძლიათ ჩვენთან დადოთ შეთანხმება და იქ თქვენ გააკეთოთ მინერალების მოპოვება ან წიაღისეულის. ეხლა ეს მინერალები ჩვენთან ცოტა სხვანაირად, ძვირფასი მინერალების ჩამონათვალი ძალიან ცოტაა, პატარაა ეს ძვირფასი იშვიათი მინერალები, თორე ძვირფასი ბევრი შეიძლება. იშვიათ მინერალებში რაც გადის, ის უკრაინაში ფაქტიურად არ არის, მაგრამ არის ძვირფასი ლითონები. არის ლითიუმი, იქ არის ძალიან ბევრი სხვადასხვა ისეთი ლითონი, რომლის დამუშავებაც, რა თქმა უნდა, არის. რადგან პრინციპში შეთანხმება მოხდა ხო ჩვენ. და შეიძლება რომ არის დაუშვოთ მე დოლარი, კი აღარ ეკიდოს ესე რაღაც მხოლოდ საუდის არაბეთის ნავთობზე, არამედ აი იქნება ასევე შეიძლება მიმაგრდეს ასევე ძვირფას ლითონებზე და ეს უკვე რაღაც ეკონომიკას და დოლარის გამაგრებას შეუწყობს ხელს. ბატონო, როგორ ფიქრობთ თქვენ 3 წლის წინ, მოდით ეს კითხვაც მინდა დავსვა, ზელენსკითან დაკავშირებით საუბრობდნენ, რომ მან არ იცოდა, მას დააჯერეს, რომ ეს ომი წამოეწყო, რაღაცნაირად მისულიყო ქვეყანა აქამდე. მას არ წამოუწყია ომი. ხო, მას არ წამოუწყია, მაგრამ მისულიყო ქვეყანა აქამდე. მაგრამ მას შეეძლო თავიდან აცილება. შეეძლო, აი აბსოლუტურად, 100%. უბრალოდ არ ვიცი დღეს რო ვფიქრობ ეს ყველაფერი იცოდა აქამდე მან მიიყვანა თუ უბრალოდ არ ვიცი შეიტყუეს ამ ყველაფერს. იცით რა არის, როდესაც პოლიტიკაში არაპროფესიონალი ადამიანი, ემოციური, ეხლა არტისტი ემოციური ადამიანია და მის ემოციებზე და გარემო პირობები შეიძლება ისეთი შეუქმნა მას, რომ მას ძალიან ღრმად ჯეროდეს, რომ სწორნაბიჯებს დგავს ის. მაგრამ ზელენსკის ყავს იქ ადამიანები, ისინი რომლებიც საქართველოსადმე მტრულად დამოკიდებული არიან, არა კეთილმოსურნეთ კი არა, პირდაპირ მტრულად არიან ჩვენ მიმართ განწყობილი, მისი ამ ადმინისტრაციას გულისხმობ, რომლებმაც ამ ომის შეჩერება შეეძლოთ უკვე დაწყებიდან ერთ თვეში სტამბოლის მოლაპარაკებებზე, სადაც ძალიან უკვე ადაპტირებული ესეთი გახსოვს ეს. კი ბატონო, ეს ჩაშალა ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციის დავალებით ბორის ჯონსონმა. ხო, ეხლა ბორის ჯონსონი ამას თვითონ ვერ იზავდა. იმიტომ რომ ბრიტანელები და ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკა კი იზახენ, რომ დიდი ბრიტანეთი ვარ და რაღაც, მაგრამ ბრიტანეთი უკვე ბრიტანეთია. დიდი არის ამერიკის შეერთებული შტატები, არის ჩინეთი და შედარებით პატარა მეგობარი რუსეთი მათი. ხო, დიდი ესენია. ხო და ბორის ჯონსონი ამას თავის ინიციატივით ვერ გააჩერებდა, რომ აი რო ჩავიდა იქ რაღაც თმაპერან გამოჩეჩილი კაცი, ხო და უთხრა რომ მოდი ბიჭებო, უბრალოდ ვიომოთ და თქვენ გვერდით ვიქნებით, ამას თავის ინიციატივით ვერ იზავდა, ეს რა თქმა უნდა მოდიოდა აი იგივე იმ ჯეიკ სალივანის და ბაიდენის ადმინისტრაციის იმ ადამიანებისგან, რომლებიც ახლა ჭრილში არიან გასული და წინასწარ უკვე შეწყალების ისენი აქვთ, რა ქვია, თამასუკები ხელშია რა. მათ ვიდრე გადადგებოდა, ყველა შეიწყალა წინასწარ ბაიდენმა. და იმ ადამიანებმა ფაქტიურად აიძულეს, რომ გაეგრძელებინა ომი და ამ ომის გაგრძელებამ ვერ იმოქმედ 16 პაკეტი მიიღეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-16 პაკეტი სულ რაღაც ერთი კვირის წინ მიიღეს, არა. ეს ნიშნავს იმას, როდესაც შენ 16 პაკეტი შემოგაქვს, მე-5, მე-6 პაკეტზე უნდა მიხვდე, რომ ეს გზა არ მუშაობს. უნდა ცოტა სხვანაირად მიუდგე ამ საკითხს, არა, როდესაც შენ ეომები რუსეთს, რუსეთი არ არის ადვილად საომარი ქვეყანა, შეიძლება რუსეთი არ იყოს ისე კეთილმოწყობილი, მოკირწყლული ქუჩებით, რუსეთის სიღრმე ქალაქები, ისე როგორც ბელგია და დანია, მაგრამ როდესაც ესე იგი მე შემეშალა იმ დღეს ეთერში ვთქვი, რომ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს უთქვამს, მე მგონია რა. რომ ისო რა ქვია, ეს მშვიდობა შეიძლება იყოს უფრო უარესი ვიდრე ეს ომი. დანიის საგარეო საქმეთა. ხო, და დანიას ომის გამოცდილება რუსეთთან არ აქვს. დანიას ერთადერთი ბოლო ომის გამოცდილება აქვს მესამე რაიხთან და 3 საათში დანებდნენ.
ხო და როდესაც ქვეყანაზე აქვს ლაპარაკი და შენ ქვეყანას ომისკენ უბიძგებ და ეუბნები რომ მე შენ გვერდი დაგიდგები, უნდა გქონდეს კიდევაც იქ უკან გვერდზე დადგომის პოტენციალია რა. ესე იგი, რანაირად უნდა დაუდგე შენ უკრაინას გვერდით, როდესაც გერმანიას მთლიანობაში ყავს დაახლოებით 300 ტანკი, აქედან გამართული ძალიან ცოტაა. და სულ ლაპარაკია იმაზე, რომ აი რაღაც 3 წალი ტაურუსის იმას მივცემთ რაკეტას და რომ ეს ძალიან ცუდად თავდება მე. მათ იციან, იმიტომა რომ აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობამ, რომელმაც იცის რუსეთთან, დაშინებული კი არ არის მხოლოდ. გამოცდილება რეალურად შიში აქვს. იცი ხა ადამიანები, რომლებიც ამბობენ რომ მე ომის არ მეშინია, ეს ადამიანები ფსიქიურად არ არიან ნორმაში, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ადამიანს სიკვდილის და ომის და განადგურების და შვილების დაღუპვის არ ეშინოდეს. გვეშინია, მე ვერადად მეშინია. თქვენს ალბათ და ყველა ჯანსაღი ცნობიერების ადამიანს, მაგრამ არიან აი რომ მიდით თქვენ და აი ჩვენ აქედან მოგაწვდით რაღაც ფულს მოგცე. ფულით ომს ვერ მოიგებ, ფულს იგებს ჯარისკაცი. ეს ჯარისკაცები უნდა გამოყვებო, მათ ჭირდებათ იარაღი, мотиваცია და ჯარისკაცი არ უნდა უყურებდეს იმას კიდევ რომ თვითონ სანგარში რო ზის მისი მეთაური კორუფციაში არ უნდა იყოს უკან ჩაბმული. ამას უნდა უყურებდეს და უნდა მაშინ თუ ტოტალურ მობილიზაციაზე და ომზე იყო, მაშინ მთელ ევროპას უნდა ეომა, მარტო უკრაინას არა. რაც არ გაუგეთებია. მოდით, როგორ შეიძლება გადმოვიდეთ საქართველოს ცოტა დრო გრჩება და კიდე რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ, აი ამ ომის დასრულება, ზოგადად ადმინისტრაციის ცვლილება ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში არჩევნები იყო, ესე ძალიან საინტერესო საკითხია და თუმცა ვხედავთ გერმანიის ელჩის აგერ განცხადებებს და ამ საგანმანათლებლო პროგრამებზეც მინდა გკითხოთ თქვენ იცნობთ ამ ქვეყანას და იქნებ ამაზეც გვითხრათ. დადი სტიპენდიები არ შეუწყვეტიათ. ეს ელჩი, ეს ფიშერი არის აბსოლუტურად არაადეკვატური ადამიანი. ეს კიდევ უფრო შორსაა წასული ვიდრე ის ბრიუსელის ბიუროკრატია. არაადეკვატურობაში რა იგულისხმება? აბსოლუტურად არაადეკვატურია, მისი ფუნქციები არ არის რასაც აკეთებს. ეს ელჩს არ შეეფერება. იმიტომ რომ რასაც აკეთებდა გერმანიის არც ერთ ელჩს საქართველოში ეს არ უკადრია რაც იკადრა მან საქართველოში საუკუნებრივი აკეთებს დამოუკიდებლად თუ ეს რაღაცა არის მის ქვეყანას წარმოადგენს თქვენ სამწუხაროდ ეს მინისტრის ყავს მას ახლა ანალენა ბერბოკი მისი მინისტრია საგარეო საქმეთა მინისტრია რომელიც რო ჩავიდა სირიაში იმ ადამიანს რომელიც მათი საგარეო ურთიერთობის ისა მე მგონი და მას ბრალად აქვს აყენებული რომ მე მგონი რაღაც თავის ხელით ყავს ვიღაცები განადგურებული იმასთან მივიდა და ხელი გაუწოდა ჩამოსაქმევა და იმან ხელები ესე დაილაგა იმიტომ რომ ისინი არ ართმევენ ქალს ხელს ამაში ეს ფოტო და რო გააქრეს ესეც ხო ნუ ამაში ესეთი ადამიანები არის ისინი სხვა სამყაროში არიან ეს ელჩიც მის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ არის იმ deep state-ის შემადგენელი ჭანჭიკი მათი ჩვეულებრივი ერთი ჩინოვნიკი რომელმაც ძალიან დააზარალა საქართველოს და გერმანიის საუკუნებრივი ურთიერთობები, ვინაიდან გერმანიის სახელმწიფო იდგა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სათავეებთან. ალბათ ყველა ქართველმა იცის ეს. ძალიან საინტერესოა ეხლა ამ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში შესაძლებელია. ეს ელჩი რო ენახა მაშინდელ გერმანიის ელჩს წარმომადგენელს გრაფ ფონ შულენბურგს საქართველოში შერწყებოდა მას და კრეს ფონ კრესენშტაინსაც, რომელიც ხელმძღვანელობდა გერმანიის საექსპედიციო კორპუსს საქართველოში. დაიწვებოდნენ სირცხვილით ამის მოქმედებაზე, რასაც ეს კაცი აკეთებს საქართველოში და აზიანებს საქართველოს და ევროპის და პირველ რიგში საქართველოს და გერმანიის. მისი არგუმენტი არის, რომ ქვეყანამ შეწყვიტა ევროკავშირისკენ სვლა, ხელისუფლების დადანაშაულება. ევროკავშირისკენ სვლა არავის არ შეუწყვეტია, ვინაიდან ევროკავშირისკენ სვლა არ გჭირდება ჩვენ ვართ ევროპა. ჩვენ არსაც სვლა არ გჭირდება. წინაპართა ჩვენი საებრ სვლას ვაკეთებთ ჩვენ ევროპისკენ სვლას არ ვაკეთებთ ჩვენ ვართ ევროპა ევროპელი ხალხი ვართ ჩვენ თუ ევროკავშირი იპოვის ახალ ფორმატს თუ ევროკავშირი იპოვის საქართველოს ხელახლა ჩვენ რა თქმა უნდა ევროკავშირისთვის მზად ვართ თქვენ ხედავთ რომ საქართველოს ინდექსებით ყველანაირი პარამეტრებით ეკონომიკური ზრდისაც და სხვა პარამეტრებითაც რო აიღოთ ჩვენ ძალიან წინ უსწრებთ
ამ გასაცდოებულ უკრაინას და გასაკუთრებით ეკონომისტმა გამოაქვეყნა თუ არ ვწდები, აი რაც მოვასწარი. უკან ვართ. დემოკრატიის კუთხით უკრაინასთან. უკრაინასთან, სადაც აკრძალულია ყველა ტელევიზია, აკრძალულია ყველა პარტია და ფაქტიურად არის ქცეული საფაშოთ აი ამ ერთი ადამიანის. ჩატარებულა არჩევნები ამასთან. ხო და ამერიკის შეერთებული შტატები ეუბნებიან ზელენსკის რომ ეს კაციო არ არის არჩეულიო საერთოდ და არის პრობლემაა, ეს ლეგიტიმაციის პრობლემა სერიოზულია. საგანმანათლებლო პროგრამებზეც რომ მითხრათ, რა შეჩერდა? გაქვთ ამაზე ინფორმაცია? სამინისტროებს შორის რაც ავიკითხეთ 100-ია თუ ზოგადად? არა, მე გააკეთა მაგან განცხადება, იმიტომ რომ ტყუილს ესე არ შეარჩენენ. ნუ განათლების მინისტრმაც გააკეთა სხვა შორის. ამ თვითონ ფიშერმას გააკეთა, ვინაიდან ტყუილია და ეხა ისე ტყუილი არ უნდა თქვა, რომ მტკვარი აღმომიდისო, ხო? ესე იგი დაადის პროგრამები არ ჩერდება, სასტიპენდიო პროგრამები არ ჩერდება და არც სამეცნიერო პროგრამები არ ჩერდება. ჩერდება სამინისტროებს შორის ურთიერთობები, რაც შეუძლია რომ გადაწყვიტონ იმ წუთში და უცებ, თორე ხა დაადის პროგრამის გაჩერება ესე არ არის რა. აი ეს Deutsche Akademische Austauschdienst რაც არის, ის სახელმწიფო ორგანიზაცია არ არის დამოკიდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს. ის სხვა უწყებაა. იქ ესე არ არის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მათმა ელჩმა რაღაც გამოაცხადეს და ის უნდა შეასრულოს დაუშვათ ეკონომიკის სამინისტრომ მან ეკონომიკური განვითარების განათლების ან რაღაც. ამიტომ ეს პროექტები და ეს პროგრამები, სტიპენდიები რჩება ისე როგორც რაღაცა ისეთი ამაღელებელი იყო ალბათ იმ ადამიანებისთვისაც, იმიტომ რომ გერმანული განათლება ძალიან ესეთია ჩვენს ქვეყანაშიც და ზოგადად ცნობილი და ძალიან ცუდი იქნებოდა თუ ამგვარი სტიპენდიებით და პროგრამებით შეჭერდებოდა სტუდენტებისთვისაც და ალბათ ის იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც სურს, ხო, გერმანიაში განათლების მიღება და ეს ძალიან კარგი საშუალებაა და იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და დასრულდება და ბოლოსკენ მინდა გკითხოთ მინდოდა მეკითხა ყოფილი პრეზიდენტის გეგმის შესახებ, რომელიც მან წარმოადგინა და ზოგადად აემში და პოლიტიკური ვითარების შესახებ როგორ უყურებთ ამ მოვლენებს, აქციები გრძელდება 2 თვეა, სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და რა არის თქვენი პროგნოზი? მოდით ჩვენს ქვეყანაში გადმოვინაცვლოთ ამ კუთხით. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ იმას აი ქარტიის მსგავსი რაღაცებს წერენ, ამ ქარტიებს ამზადებენ და ჩერდაკში აწყობენ, იმიტომ რომ ამის განხორციელებას ჭირდება ესე იგი სოციალური ფონი, მოსახლეობის მხარდაჭერა, ფინანსები და ასე შემდეგ. არჩევნები არის აგერ ოქტომბერში და მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში თუ შეუძლიათ რა და გავიდნენ და დადონ პოზიტიური, რომ აი ხელისუფლება თუ გააკეთა ეს, ჩვენ გავაკეთებთ ამას. ესენი აქ არ აწარმოებენ არჩევნებს. ესენი არჩევნებს ადრეს. ხო, სალომე ზურაბიშვილმა რომ პრეზიდენტ იმას წარმოუდგინეო, რასა იუკნევიჩიანის ეს გეგმა. თქვენ როგორ აღიქვთ? საპარლამენტო არჩევნებზეც ესე იყო, იმიტომ რომ ის რასა იუკნევიჩიანი თავის სახელმწიფოს ვერ წარმოადგენს იმაში, რა ქვია, ევროპარლამენტში. ხო, არის რაღაც მარგინალური ჯგუფი იქ, რაღაცა ჩაბუდებული ბალტიისპირელები. ძირითადად და ყოფილი სოცლაგერის დეპუტატები და ეხა თვითონ ეს ყოფილი პრეზიდენტი არის ძალიან უკვე უცნაურ იმათ ქცეული რაღაც აღარც იმსახურებს იმას რომ დაუშვათ იმაზე ჩვენ ვილაპარაკოთ და რაღაც ერთი რას მე ნიშნა იცით აი 25 თებერვალი ჩვენთან არის რაღაც წითელი დროშით შემოსული ბოლშევიკური არმიის იუნკერთა ხსოვნის დღეს აღნიშნავთ და თან ეს არის ოკუპაციის დღე, რომელიც მოხდა წითელი დროშით. ეს ძალიან მტკივნეულია და კი, ხო და ეხა მაინც ეხა წითელი იმით რო არია რომ ამ დღეს ტანისამოსით და რაღაც ეს ძალიან სიმბოლურია. ამასაც აქცევთ ყურადღებას. მე რა თქმა უნდა, მე ყველაფერს ვაქცევ ყურადღებას, მაგ ხრივ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ეს ყველას მეც მათ შორის ხო რომ აი ეს ემიგრაციის გაერთიანება საქართველოს იმაში ამ ქალმა რამე კი არ შემოიტანა ფრანგული პოლიტიკური კულტურის ან ევროპული პოლიტიკური კულტური პირიქით რაც კი რამე ცუდი იყო საქართველოში ის ისწავლა და იმას აკეთებს ეხლა რომ ზის და ტელეფონებზე ვიღაცებს ურეკავს და რაღაც შესაძლებელია ოპოზიციის გაერთიანება მისი ქოლგის ქვეშ როგორ ფიქრობთ? არ ვიცი გაერთიანდნენ თუ უნდათ ეხლა რა ვიცი სალომეს ქოლგა აქვს საერთოდ მისი წითელი პალტოს ქვეშ გაერთიანება უფრო შესაძლებელი მგონია ვიდრე ქოლგის, იმიტომ რომ მაგას ქოლგა მე მგონი აღარა აქვს. კი ბატონო, გვაქვს ერთი წუთი და ბოლოს მითხარით, რამდენად შეიძლება ქვეყანასთან დამოკიდებულება დასავლეთის მხრიდან შეიცვალოს, ელოდებით დასავლეთის მხრიდან ქვეყანასთან დამოკიდებულება მე მგონი რომ უკვე შეცვლილია, თქვენ ამჩნევთ რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო
ქარდების გამოქვეყნებას უკლეს და ფაქტიურად არ გავიდოდა დღე რომ არ მიეღოთ დადგენილებები საქართველოს წინააღმდეგ ან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ბოლო განცხადება იყო აი გაეროში რეზოლუციასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ხო და იმის შემდეგ უკვე აღარ არის ესეთი ძალიან მწვავე განცხადებები ეს ნიშნავს იმას რომ იქ ეს ლანდშაფტი პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვლება იმიტომ სამხრეთ ევროპის ქვეყნები ეს უნგრეთის დაუშვათ იქ სლოვაკეთის იტალიის სხვა ქვეყნები რომლებიც არიან დაკავშირებული უფრო სამხრეთთან და ეს კორიდორი აინტერესებს ძალიან საქართველოში არა მათ ალბათ უფრო სხვანაირი მიდგომა ექნებათ რუმინეთი იგივე თქვენ ნახეთ რუმინეთის სასაცილო მდგომარეობა ევროკავშირის ქვეყანაში რეებს აკეთებენ არა ნახეთ ჯორჯესკუს ხო დაიჭირეს პირდაპირ არა მოულოდნელად გაიმარჯვა ამ კაცმა და მაშინ რეაქცია რომ აღარ დაჭირდეთ ისეთივე რეაქცია რომ აღარ გააუქმონ არჩევნები პირდაპირ დაიჭირეს ადამიანი რომ არ მიიღოს მონაწილეობა ძალიან საინტერესოა მანდაც როგორ განვითარდება მოვლენები სხვათა შორის არ ვიცი ეს კი ბატონო მარტში არჩევნები თუ ხო მაისშია არჩევნები და ნახოთ როგორ იქნება ამბები საინტერესოა მოკლედ ჩვენი საუბარი საინტერესო იყო თუმცა ჩვენი დრო ამოიწურა საინფორმაციო გამოშვების დრო მოდის დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბიზნესთვის და ასეთი საუბრისთვის ერთიანი ნეიტრალური საქართველოს დამფუძნებელი ბიძინა გიორგობიანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი შევხვდებით ერთმანეთს მომდევნო ხუთშაბათს ამავე არხზე ამავე დროს დიდი მადლობა მსმენელებს ნახვამდის